ნუ დუმილი თანხმობის ნიშანია, თამამად შეგვიძლია ვთქვა. ქართული ოცნება ჩვეულებრივად ფეხებზე დაიკიდეს, კონკრეტულად ბატონი ირაკლი კობახიძე. შეიძლება არც გახსნეს ის იმეილი, რაც გაუგზავნა, მათი განცხადება ალბათ ნათარგმნიც არ არის, იმიტომ რომ არავის არაფერში არ აინტერესებს, მარტივად უყურებენ ამერიკელების საქმეს. თუ ამ ქვეყანაში არ წავიდა მნიშვნელოვანი ცვლილებები, თუ არ მოხდა დემოკრატიისკენ ნაბიჯები არ გადაიდგა, რაც გულისხმობს პოლიტპატიმრების თავისუფლებას, ახალ სამართლიან არჩევნებს, ცესკოს ცვლილებას, ეს თუ არ გადაიდგა, ირაკლი კობახიძეს არც პასუხს დაუბრუნებენ, არც სალამს ეტყვიან და დღეს რო წრიპინებდა ოჯახის წევრებს რატო ასანქცირებენო, ბევრად უფრო უარესი სანქციები ერის მეგობარი აქტიდან გამომდინარე. როგორც ჩანს ირაკლი კობახიძემ ვერ გაიგო რომ თავარი რაც უნდა გააკეთოს იმისთვის რომ ურთიერთობა განახდეს არის რომ სახლში წავიდეს მინიმუმ თუ ციხეში არა სახლში მაინც უნდა წავიდეს ნებისმიერ ჩვენს მოქალაქეს გარდა ქართული ოცნების მაღალჩინოსნების უფრო მეტი შანსი აქვს რომ დასავლეთთან დაალაგოს ნებისმიერს აი ტაქსისტიდან დაწყებული ცხობელით მასწავლებლით დამთავრებული უფრო მეტი შანსია რომ მას მართლა ჩამოართვან ხელი მასთან პარტნიორული ურთიერთობა ქონდეთ პოლიტიკური და საქმიანი ვიდრე ირაკლი კობახიძესთან ამიტომ მარტივი რაღაცა არის როგორც ტრამპმა დაიკიდა ფეხებზე მინიმუმ ისე დაიკიდეს ჩვენმა დასავლელმა პარტნიორებმა და ჩვენ უნდა გადავწყვიტოთ ესეთი ხელისუფალი რომელსაც მიტაცებული აქვს ქართული სახელმწიფო გჭირდება თუ არა